რიგში როგორც მოქალაქის მხრიდან ძალიან რთულია ახსნა ეს მდგომარეობა, რასაც უყურებ და როგორც მოქალაქეს მე მიჩენს კიდევ ერთხელ იმ დაუცველობის განცდას, რაც მე მგონი ყველა მოქალაქეს აქვს უკვე ქვეყანაში. რაც შეეხება როგორც იურის, მე როდესაც ვუყურებ ამ პერიოდის განმავლობაში უკვე მასიურად იმავე სამართალდარღვევებს, იმავე სისხლის სამართლის დარღვევებს ასე შემდგომ ამ პერიოდის განმავლობაში, რა თქმა უნდა, მე შემიძლია თამამად იმის თქვა, რომ ეს არ არის ინდივიდუალური გადაცდომა. როგორც ამას, როგორც მმართველი პარტიის წევრები და მათ შორის მათი მხარდაჭერები ცდილობენ ბოლო დღეების განმავლობაში რომ აღნიშნონ. და მეტიც ეს არის ზუსტად ის ორგანიზებული ჯგუფური მოქმედება, რასაც პატიოსან ადამიანებს ედავებიან ხოლმე ხშირად. შენ იყო სამართალდამცავი და აი ასე ორგანიზებულად ათეულობით ადამიანი და არა 6 ადამიანი, ათეულობით ადამიანი მიდიოდნენ მოქალაქესთან, მას აყენებდნენ პირველ რიგში სიტყვიერ შეურაცხყოფას, ეს ალბათ იმიტომ რაღაცნაირად პროვოკაციაც გამოიწვიო. შემდგომ გადადიოდნენ ძალადობაზე. ამ ძალადობას ჰქონდეს სისტემური იმდროინდელი ხასიათიც კი, არა თუ ფართო მასშტაბით. შენ გიერთდებოდნენ შენი კოლეგები, რომლებიც ამას პირიქით უნდა ანეიტრალებდნენ, პირიქით ამბობდნენ, რომ აი შენ ახლა ჩადიხარ სისხლის სამართლის დანაშაულს და არა, მეტიც გეხმარებიან იმისთვის, რომ ეს დანაშაული ჩაიდინო. რა თქმა უნდა, ამას აქვს სისტემური ხასიათი და განსაკუთრებით ჩვენ თუ გავიხსენებთ ამ ყველაფერს უკან ქვეყანაში რა მდგომარეობა ახლავს და კიდევ ერთხელ გავიხსენებ მათ შორის გიორგი მამინიაშვილის საქმესაც, სადაც მარტო არა მხოლოდ ძალადობაზე არის საუბარი, არამედ გაშიშვლებაზე, ანუ იმ სისტემურ პრობლემებზე, რომელზეც არაერთი და ორი მოქალაქე, ათეულობით მოქალაქე და ასეულობით ადამიანი საუბრობს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის სისტემური. და რა თქმა უნდა, დაუსჯელობაც არის სისტემური. თუნდაც 6 ადამიანის დასჯა, მაშინ როდესაც 30 ადამიანი იღებს მონაწილეობას ძალადობაში, ეს რა თქმა უნდა ნიშნავს ჯერჯერობით ისევ დაუსჯელობას ამ ადამიანების.